მოგესალმებით, მე ვარ ლუკა და დღეს მე აგიხსნით თუ რა არის 10-9-9 მეთოდი მათემატიკის ეროვნულებზე და როგორ უნდა გამოვიყენოთ იგი ჩვენ სასარგებლოდ. ესე იგი, ჯერ რა არის 10-9-9 მეთოდი? მათემატიკის ეროვნულებზე არის 37 შემოსახაზი პასუხი, ხომასეა. რომელიც იყოფა 4 ნაწილად. ან A არის ორი პასუხი, ან B, ან G, ან D. და ამ 37 შემოსახაზი პასუხიდან რაც ეროვნულები დაიწყო იმის მერე ყველა ვარიანტი მეორდება ესე რომ 10 არის ერთი პასუხი, 9 არის მეორე პასუხი, 9 მესამე, 9 მეოთხე. რომელი პასუხი იქნება 10 არ ვიცით, მაგრამ ერთ-ერთი რომ 10 არის და დანარჩენი 3 9, ეგ ყოველთვის ეგრე მეორდება. ახლა როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია ჩვენ სასარგებლოდ? რა დონეზეც არ უნდა წერდე ეროვნულებს, იქნება ეს უბრალოდ გადალახვა, რომ გინდოდეს, თუ იქნება ეს დაახლოებით საშუალო დონე, თუ იქნება ეს ძალიან მაღალი დონე. აი ეს ინფორმაცია, რომ 10-9-9 იყოფა შემოსახაზები, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ გამოიყენოს. მოდი ჯერ ვიტყვი თუ როგორ უნდა გამოიყენო ეს მეთოდი იმ შემთხვევაში თუ გადალახვაზე ხარ. წინა წელს 20%-ზე მეტი მოსწავლე ჩაიჭრა მათემატიკის ეროვნულზე, ჩაჭრა ნიშნავს, რომ 11 კლასსაც კი ვერ აიღებ. და აი ეს 20% იმდენად დიდი რიცხვია ჩაჭრისთვის, რომ აი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ 11 ქულა აიღოს მათემატიკის ეროვნულზე. ახლა როგორ უნდა აიღო 11 ქულა ამ მეთოდით? შენ თუ მხოლოდ პირველ ორ ამოცანას შემოსახას, რომელიც არის წილადები და უმარტივესი ამ შემოსახაზი კითხვები, მაგათ თუ სწორად დაწერ და მიიღებ მაგალითად პირველში B-ს და მეორეში G-ს სწორ პასუხს. ეგ თუ იცი რომ 100% სწორად გაქვს და დანარჩენ ყველაში თუ დაწერ იმ პასუხს, რომელიც ჯერ არ გამოგეყენებია, მაგალითად D-ს. ჩვენ შემთხვევაში მე რომ მოვიყვანე მაგალითი მაგ შემთხვევაში შენ აუცილებლად ან 11 ქულას მიიღებ ან 12-ს, არც მეც და არც ნაკლებს. 11 ქულა საკმარისია იმისთვის, რომ გადალახო. თუ შენ გადალახვაზე ხარ და გინდა რომ უბრალოდ გადალახო და აი ვერ აკეთებ ამ შემოსახაზებს და ვერ აკეთებ ამ ამოცანებს და ანუ ვერ იღებ ამ 11 ქულას, ხო? უბრალოდ პირველი ორი დაწერე, აი წილადებზე ივარჯიშე, პირველი ორი დაწერე სწორად და დანარჩენ 9-ში ის პასუხი გამოიყენე, რომელიც იმ პირველ ორში არ იყო, მაგალითად თუ პირველში A იყო და მეორეში B, დანარჩენში ყველაში დაწერე G ან D და აუცილებლად 11 ქულას ან 12 ქულას მიიღებ. ესეთი მარტივია, რომ აი მათემატიკის ეროვნულები გადალახა. ახლა რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც ძალიან კარგად წერს მათემატიკის ტესტებს, მაგრამ აი ხო არის შანსი, რომ ახლა 37-ვე შემოსახაზის ვერ გაიხსენო, ვერ დაწერო რა. მაგალითად, აი ძალიან მაგარმა მოსწავლემ დაწერა 36 შემოსახაზი. და 37-ს უბრალოდ ვერ იხსენებს რა. აი ასზე არა, ისიც კი არ იცის მაგ 4-დან, ანუ ვერც კი იხრება რომელიმე პასუხისკენ. მაგ შემთხვევაში რა უნდა გააკეთო? დაითვალო რამდენი პასუხი გამოიყენე რამდენჯერ, მაგალითად 10 ჯერ თუ გამოიყენე A, 9 ჯერ B, 8 ჯერ G და 10 ჯერ D, ეგ იმას ნიშნავს, რომ თუ ეგ 36 შემოსახაზი სწორად გიწერია ყველა, მაგ შემთხვევაში G იქნება სწორი პასუხი შენს 37 შემოსახაზში. ანუ უფასოდ ერთ ქულას მიიღებ რა. მარტო იმიტომ, რომ ეგ წესი იცი, რომ 10-9-9 ეს არის განაწილებული შემოსახაზები. ჩვენ ახლა განვიხილეთ, როგორ შეუძლია ადამიანს გამოიყენოს მათემატიკის ეროვნულის გადალახვისთვის ეს მეთოდი და განვიხილეთ, როგორ შეუძლია ადამიანს გამოიყენოს მათემატიკის ეროვნულის შემოსახაზების გასამახსად ეს მეთოდი. ახლა რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც არიან სადღაც შუაში. ანუ არის ეგეთი ადამიანები, რომლებიც დაახლოებით 20-25 ამოცანას შემოსახაზს სწორად წერენ, მაგრამ ის 10-12 შეიძლება გამორიცხვის მეთოდით გააკეთონ, შეიძლება რაღაც ასე ისე და ანუ ზუსტად არ იცი მაგ 10-12-ში რა არის სწორი პასუხი. მაგ შემთხვევაში რა უნდა გააკეთო? დაწერა 25 ამოცანას, რასაც გააკეთებ, ანუ ყველაფერს, რასაც 100%-ით იცი რომ სწორია და რაც 100%-ით არ იცი, უბრალოდ არ შემოხაზო. და უშუალოდ გამოვიდა ისე, რომ 25
შემოსახაზი იცი რომ 100%-ით სწორად გაქვს დაწერილი და 12 დაგრჩა ისეთი რომელზეც ეჭვობ რა. ამ 25-ის პასუხებს დაითვლი და გამოგივიდა მაგალითად 8A 10B 4G და 3D. დაგრჩა 12 ამოცანა, ხო? რადგან G-ები და D-ები შედარებით ძალიან ცოტა გაქვს ვიდრე A-ები და B-ები. Შეგიძლია ეგეთ რაღაც გააკეთო, რომ ანუ თუ საერთოდ წარმოდგენა არ გაქვს ამ დანარჩენ 12 ამოცანაზე, უბრალოდ 3D რო გიწერია, ყველა D დაწერო და გასვადენება, რომ ამ 12-დან 6 უჭველი სწორად გექნება. ის 25 თუ სწორად გაქვს, რა თქმა უნდა. მაგრამ მე როგორც გამოვიყენე ეს მეთოდი იყო შემდეგი, რომ ანუ ამ ამოცანებში თუ საერთოდ არ გაქვს სავარაუდო პასუხიც თუ არ გაქვს, მაგ შემთხვევაში ხო წერან როგორც თქვი, ყველაში D დაწერე. მაგრამ რაღაცა გამორიცხვის მეთოდით ხო შეგიძლია რომ რაღაც დონემდე ან რაღაც დონემდე რომ მიიყვანო უბრალოდ ამოცანა რა, აი რაღაც დონემდე ამოხსენი და აი დარწმუნებული ხარ რომ აი D შანსი არ არის რომ მაგ ამოცანაში იყოს პასუხი რა. მაგ შემთხვევაში აი მაგალითად დაგრჩა B ან G რა, სავარაუდო პასუხები. ანუ ისე გამოვიდა რომ D და A შანსი არ არის, ვერ იქნება მაგ ამოცანაში პასუხი. მაგ შემთხვევაში B ხო 10-ჯერ გაქვს გამოყენებული, G 4-ჯერ. ანუ B უკვე მაქსიმალური რაოდენობით გაქვს გამოყენებული და G ბევრი დაგრჩა რა. მაგ შემთხვევაში მიხვდები რომ G უნდა დაწერო. მაგრამ მაგალითად მაგის შემდეგ ამოცანაში რო შეხვდეს ისეთი ამოცანა, რომ ანუ ან G გგონია ან D და G გეწერია 4-ჯერ, D გეწერია 3-ჯერ. მაგ შემთხვევაში რა უნდა ქნა? მაგ შემთხვევაში ეგ ამოცანა უნდა გამოტოვო, გადახვიდე შემდეგზე და ისეთ ამოცანაში გამოიყენო ეგ მეთოდი, რომელშიც ასე ვთქვათ, ის პასუხი არის სავარაუდებში, რომელიც ბევრჯერ გაქვს გამოყენებული და იცი რომ ეგ ვერ იქნება ამ მეთოდით რა. და მასე რომ შეავსებ ყველა პასუხს და მოუბრუნდები ისევ ამ ამოცანას, რომელშიც ან G გგონია ან D. ნუ რომელიმე ან G ან D გამოგივა ისე რომ 9-ჯერ გამოიყენე რა და მიხვდები რომ შესაბამისად G იქნება სწორი პასუხი თუ D გამოიყენე 9-ჯერ ან პირიქით. ესე იგი დღევანდელი ვიდეო რო შევაჯამოთ, როგორ იყენებს თითოეული ადამიანი ამ 10-9-9 მეთოდს. პირველი ადამიანი, რომელიც ეროვნულების გადალახოს ცდილობს უბრალოდ და 11 ქულა უნდა, ეგ ადამიანი პირველ ორ ამოცანას, რომელიც უმარტივესი ამოცანებია, შემოსახაზები, მაგათ დაწერს, მაგ ამოცანებში რა პასუხებსაც მიიღებს, მაგის გარდა, ანუ ნებისმიერ პასუხს შემოხაზავს სხვა დანარჩენში. თუ მიიღო დავუშვათ G პირველში და D მეორეში, დანარჩენ 35-ვე ამოცანაში შემოსახაზში შემოხაზავს B-ს. ის ადამიანები, რომლებიც ძალიან კარგად წერენ ტესტებს და თითქმის სულ მაქსავენ, ან 1-2 შეცდომა აქვთ ხოლმე შემოსახაზებში, ის შემოსახაზი, რომელიც გეეჭვება, აი მაგალითად 35 არის, ან 36 არის, რომელიც უეჭველი იცი რომ სწორად გეწერია და 1 ან 2 გეეჭვება. დაითვლი ყველა შენს 100%-ით სწორად გაკეთებულ შემოსახაზებს და რომელიც 100-ს გაკლია, ანუ არის მაგალითად 10, 9, 9, 8, 8 გაქვს D. D-ს შემოხაზავ იმ დარჩენილ შემოსახაზში. თუ ისე მოხდა, რომ ანუ 36 შემოსახაზი გააკეთე და 4-ვე პასუხი გაქვს 9, 9, 9, 9, მაშინ ანუ უბრალოდ ვერ გამოიყენებ ამას რა, რომელიც გქონია ეგ დაწერა. 10 პასუხი რომელი შემოსახაზი იქნება, მაგას ვერასდროს ვერ განსაზღვრებ. და ბოლოს ის ადამიანები, რომლებიც აკეთებენ საშუალო რაოდენობის ამოცანებს, შემოსახაზებს, ეგ ადამიანები დაითვლიან ზუსტად 100%-ით რო იციან ეგეთი შემოსახაზი რამდენი აქვთ და შემდეგ მიყვებიან გამორიცხვის მეთოდით. ანუ მაგალითად თუ D-ები სჭირდებათ ბევრი და B-ები არ სჭირდებათ საერთოდ. და ერთ შემოსახაზში ან B გონიათ პასუხი ან D, მაგ შემთხვევაში დაწერ D-ს და მასე მიყვები ყველა შემოსახაზს და მასე step by step გააკეთებ რა. ზუსტად მაგ მეთოდით მე მქონდა 12 შემოსახაზი დარჩენილი, რომელშიც 100%-ით არ ვიცოდი, მაგრამ აი ვიცოდი რომ მაგალითად ან A იქნებოდა ან B და რაღაც ეგრე რა.
ზუსტად მაგ მეთოდით მაგ 12 შემოსახაზიდან 10 დავწერე სწორად. ანუ ის 25 შემოსახაზი, რომელიც 100%-ით სწორად მეგონა რომ ეწერა, ნამდვილად 100%-ით სწორად მეწერა ყველა და ამ დარჩენილი 12-დან 10 დავწერე სწორად. რა გამოვიდა ის, რომ 37-დან 35 შემოსახაზი სწორად მეწერა მე ეროვნულს. ასე რომ იმედი მაქვს, რომ კარგად აგიხსენით, თუ როგორ გამოიყენოთ თქვენ სასარგებლოდ ეს მეთოდი. რაიმე კითხვები თუ გექნებათ, კომენტარებში დამწერთ და ეგრევე პასუხს გაგცემთ და დღეისთვის სულ ეს არის.